წარმთმიანობა სახეზე და არა მარტო სახეზე. ჩემო კარგებო, განსაკუთრებით ქალბატონებში. ეს პრობლემა მესმის საკმაოდ მწვავედ გასხომე ზოგჯერ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს კოსმეტოლოგიურ საშუალებებთან. რადგანაც ეს პრობლემა ძირითადად არის გამოწვეული გორმონალური პრობლემებით, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასევე შეძენილი. ამიტომაც პირველ რიგში, როცა ჩვენ შევამჩნევთ ამ მდგომარეობას ჩვენს ტანზე, უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ამიტომაც კოსმეტოლოგიური საშუალებები არ შეიცავენ იმ ნივთიერებებს, არის მედიკამენტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ასტიმულირებენ თმის ბოლოს და მის დასს, მაგრამ მათ მე ახლა აქ არ დავასახელებ. ის საშუალებები, რომლებიც შედგება ეს მედიკამენტები, არ შედის კოსმეტოლოგიურ საშუალებებში. ამიტომაც თუ წავაწყდით ამ პრობლემას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მივდივართ ჯერ ენდოკრინოლოგთან და მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის, საუკეთესო არჩევას გისურვებთ.